ძირითადად ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით, სიმპტომებით ფაღარათი, გულისრევა, ზოგს ტემპერატურა, ზოგს არა. ეს ჩვეულებრივი ამბავია ზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით კურორტებზე, რამდენიმე მიზეზი არსებობს ამით, პირველ რიგში ის, რომ ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს და ნაწლავური ინფექციები ადვილად ვრცელდება, მეორე ის, რომ გადატვირთული საკვების ქსელები სავარაუდოდ კარგად ვერ იცავენ სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს და ასევე სიცხეში საკვები შეიძლება ადვილად ინფიცირდება, ადვილად მრავლდება მიკროორგანიზმები, ასე თუ ისეა ნაწლავური ინფექციები აშკარად ძალიან ბევრია გარშემო. ამიტომ ამაზე რამდენიმე რეკომენდაციას ვაძლევთ ხოლმე ადამიანებს. პირველ რიგში ის, რომ ეცადონ, როდესაც არიან კურორტებზე, მიიღონ უფრო ბოთლის წყალი, ან დარწმუნებული იყვნენ წყლის სისუფთავეში, მოერიდონ ისეთ პროდუქტებს, რომლის სისუფთავეში დარწმუნებული არ არიან, მაგალითად აი სალათები, როდესაც ძალიან გადატვირთულია საკვები ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება და ამიტომ სასურველია ხოლმე ასეთ დროს, განსაკუთრებით როცა ცხელა, ახალი მომზადებული საკვები, რომელიც თერმულად არის დამუშავებული, უფრო უსაფრთხოა და თუ უკვე დიარეა და ღებინება, ამ დროს უნდა მოერიდოს ადამიანი უმხილს და ბოსტნეულს და მიიღოს მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული, მოხარშული საკვები და მოერიდოს ასევე ხილის წვენებს, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტებს. პოპულარულია რამდენიმე ასეთი მედიკამენტი ერთმანეთის რჩევით, როდესაც იღებენ ადამიანები და ეს აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ ხშირად დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები პირიქით სიტუაციას ართულებს, ამიტომ თვითმკურნალობა არ შეიძლება. ერთადერთი კიდევ ვიმეორებ, ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი და თუ განსაკუთრებით ბავშვი ან ხანდაზმული ძნელად კონტაქტური ხდება, ძილიანობა აქვს მეტი, მას აუცილებლად ჭირდება ექიმი და ჰოსპიტალიზაცია. შიცი ჩვენ ვიცით, რომ ძალიან გავრცელებულია რუსეთში. ყველაზე მეტი შიცის შემთხვევა ევროპაში არის რუსეთში, მეტიც ყველა დანარჩენ ქვეყანაში ჯამურად რაც არის, იმაზე მეტია რუსეთში გავრცელება და თან ვარაუდობთ, რომ სტატისტიკა ზუსტი არც არის და უფრო მეტია, ვინაიდან იქ საერთაშორისო ორგანიზაციები ნაკლებად არის წარმოდგენილი, ფაქტიურად არა. და ასევე პრევენციული პროგრამები ძალიან ცუდად არის განვითარებული, ამიტომ რუსეთში ძალიან მაღალია გავრცელება, ჩვენ ვიცით, რომ მიგრაცია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შესაბამისად რისკი იმისა, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინება იყოს მაღალია და ასევე საკმაოდ ხშირია სქესობრივი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან და ამიტომ სულ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ახსოვდეთ, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც შიცი ძალიან დიდი პრობლემაა და გაითვალისწინოს სიფრთხილის ზომები, ეს ინდივიდუალურად ცალკეულ ადამიანებს რაც შეეხება, ხოლო სახელმწიფო დონეზე აუცილებლად უნდა ინფორმირებულობა გაიზარდოს მოსახლეობის, გავაფრთხილოთ ხშირად, რომ ახსოვდეთ ეს დაავადება და მეორე რაიმე ფორმით შემოსულ მიგრანტებს უნდა შევთავაზოთ აირ ინფექციაზე კვლევა ძალიან აქტიურად, რომ მინიმუმ დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოს მათი მკურნალობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აირ ინფექციის მკურნალობაზე მყოფი ადამიანი უკვე მინიმალურ რისკს წარმოადგენს გარშემომყოფებისთვის და უსაფრთხოა. და სტატისტიკა გვაქვს ამ მიმართულებით და უფრო მეტად ქალები არის ინფიცირებული თუ მამაკაცები. საქართველოში 10,000-ზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევა ზოგადად ჯამურად შიცის ცენტრის განცხადებით წელს ამ დროისთვის 6%-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. თუმცა აირ ინფექციასთან დაკავშირებით ესეთი მყისიერი ეფექტი არ გვაქვს ხოლმე შედეგი კოვიდისგან განსხვავებით მაგალითად და სხვა ისეთი ინფექციებისგან, რომლის შედეგს სწრაფად ვხედავთ, აირ ინფექციაზე სამწუხაროდ ასე არ არის, თუ დროულად არ დავიჭერთ თადარიგს, ეს შედეგები დადგება მომავალში. ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ შედეგზე არ ვლაპარაკობთ, ჯერჯერობით ვლაპარაკობთ რისკებზე, ამ რისკების სწორად შეფასებაზე და პრევენციაზე აუცილებლად. ზოგადად საქართველოში რეგისტრირებულ პაციენტებს შორის უმრავლესობა მამაკაცია, ქალების წილი ბევრად უფრო ნაკლებია.
2000-ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილია და 8000-ზე მეტი ცოცხალია ინფიცირებული. ჩვენს ქვეყანაში მკურნალობა არის ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. კიდევ მეორე პრობლემა მთავარი გვაქვს დაგვიანებული შემთხვევები. ეს ეხება სხვათა შორის ჩვენს ადგილობრივ საქართველოს მოქალაქეებსაც. დაგვიანებული შემთხვევები არის პრობლემა აი ინფექციასთან დაკავშირებით და მიგრანტებს რაც შეეხება შემოსულებს, განსაკუთრებით ხალხს უსვამ კიდევ ვთქვა, რომ პრობლემას ამ რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ, მათი ესეთი სისტემატური ტესტირება ფაქტიურად არ ხდება. და პრევენციის რა შეიძლება გაკეთდეს? ხო, ფაქტიურად პრევენცია შევეხეთ ჩვენ უკვე არის ისეთი მომენტები, როდესაც თვითონ ინდივიდი ვერ გააკონტროლებს ამას, მაგალითად 13 დაწესებულებებში ცალკეული ადამიანი ვერ შეცვლის ვერაფერს, ხო? ამიტომ ეს არის კლინიკების მენეჯმენტის თემა, თუმცა C-ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით მეტნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად ჰეპატიტების მწვავე შემთხვევები ჯანდაცვის დაწესებულებებიდან ისევ გვაქვს, ანუ ასევე ტატუ-სალონებიდან სტომატოლოგიური კლინიკებიდან და ასე შემდეგ და რადგან აიუ ინფექციას და ჰეპატიტებს მსგავსი გადაცემის გზები აქვს, ეს გზა კვლავ რჩება მნიშვნელოვნად ინდივიდების დონეზე დაცული სქესობრივი კონტაქტები აუცილებლად. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან არ ეხება, ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანთან შემთხვევით სქესობრივი კონტაქტი უნდა იყოს აუცილებლად დაცული და სახელმწიფო დონეზე სკრინინგის შეთავაზება ყველასთვის. და კორონავირუსის ამბულატორიის საუბრობ დასაწყები არსებობს ამონტირებით და უნდაუს ხოდა რამე აფეთქების მსგავს. კორონავირუსს რაც შეეხება, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააგრძელა მიმართვა ჯერჯერობით ახალი შტამი, ანუ ერისი დაფიქსირებული არ არის საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ ეს არ ნიშნავს, რომ ერისი არ იქნება, იმიტომ რომ შემთხვევები აშკარად გაზრდილია. ცალკეულ კლინიკებში ჩვენ ხედავთ, რომ კორონავირუსის ტესტირების შედეგად პოზიტიური შედეგები ბევრია და ასევე რესპირატორული ინფექციები ძალიან ბევრს აქვს გარშემო. უამრავი ადამიანი არ იტარებს კვლევას ჩვენ ვიცით კოვიდზე და აქვე მინდა შევახსენო ადამიანებს, რომ უნდა ივიწყებენ ამ ინფექციას და ტესტირების საჭიროება კვლავ დგას, იმიტომ რომ თუ არ მოვერიდებით გარშემო მყოფებს და სწრაფად გავრცელდა ეს ახალი შტამიც, კიდევ უფრო ხდება რისკი შემდგომი მუტაციების, ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ თავს და გარშემო მყოფებსაც. თუმცა საბედნიეროდ მძიმე შემთხვევები და ჰოსპიტალიზაცია ჯერჯერობით არ შეინიშნება, მაგრამ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ხანდაზმულები კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ მაღალი რისკის ჯგუფი არიან მსოფლიოში. მაინც ფიქსირდება ლეტალური შემთხვევები ათასობით და ამიტომ სიფრთხილე მართებს და გარშემო მყოფების დაცვა.